ესო მაგალითი კაცობრიობაში. აი ყური როგორ მაქვს მონიშნული, აი 100%-ით რაც უნდა იცოდე, ყველა ეს მონიშნული მაქვს, ყველა ეს ორჯერ, სამჯერ მაქვს. აი ყური როგორ მაქვს დათვალჩვენე, ყური, აი როგორ მაქვს მონიშნული. აი ყველგან რაც არის მნიშვნელოვანი, აი ყური როგორ მაქვს მონიშნული. ყველა წიგნი, აი როგორ მაქვს მონიშნული, რაც უნდა 100% ყური მონიშნული როგორ მაქვს. ეს ყველაფერი წიგნით უნდა ისწავლო. განათლებულზე უკეთესი არაფერი არ არის. გაუნათლებელ ადამიანთან ქალთანაც ზედმეტია ჯდომა და კაცთან ვერ დაждები. რა თემაზე უნდა ისაუბრო გაუნათლებელ კაცთან, ხო? ეს ერთი. მეორე. აგერ არის წიგნი და მიდი და პრაქტიკა მიიღე. 50% თუ განათლება გააქვს მიღებული და 50% თუ შენ პრაქტიკას დაეუფლები, შენ გამოხვალ ნამდვილი ბიზნესმენი. კი ბატონო, ისეთი როგორიც თქვენ ხართ. გვაძლევთ პირობას. როგორ არის ჩემი ამბავიცი? მე დიდი გზა გავიარე. თქვენ თვითონაც გაგიკვირდებათ, იმიტომ რომ რო ილაპარაკო, საბუთი უნდა გქონდეს და ჩვენ საბუთიერად ვისაუბრებთ. ერთს გეტყვი, ჩემნაირი ადამიანი ციხეში არ უნდა გაეშვით. რაც არ უნდა ყოფილიყო, რაც არ უნდა მომختارიყო, გელა ბარკალაია, რომელიც დღე და ღამე ქვეყნისთვის ფიქრობს, ხალხისთვის ფიქრობს, ახალგაზრდების წარმატებისკენ ფიქრობს, გელა ბარკალაია ესე უსუსურად ციხეში არ უნდა გაუშვათ, მაგრამ რა გინდა რა. თემატურად მივადექით ძალიან სენსიტიურ თემას და მინდა გკითხოთ, რთული იყო ციხე? უყურე როგორ არის. ჩვენ კიდევ გავიმეორებ, რომ ამაზე ცალკეთ სასაუბრო გვექნება, მაგრამ ამაზე უარესი არ არსებობს. არის სიკვდილი და სიკვდილს ჯობია ციხე. წარმოიდგინე ახლა გელა ბარკალაია დაიჭირო და 6 წელი ჩაჯდეს, იმიტომ რომ ვიღაცას არ მოსწონს. ან ვიღაცამ უთხრა რომ ესე გააკეთებო და ამას მე არასდროს არ ავყვები და არ აყოლილ ვარ, თუ გინდა თავიც რო შევწირო. მე ცხოვრობ ტრადიციებით, დედაჩემზე არავის არ შევაგინებიებ და ჩემი ქვეყანა მიყვარს, ჩემი ხალხი მიყვარს და აი თქვენი ტოლი ახალგაზრდები მიყვარს. თქვენ ხო უყურებთ ახლა მე როგორ ვარ? მე ხვალ რო დამჭირდეს და მიშველეთ მეთქი ახალგაზრდებს რო უთხრა 1 მილიონი ახალგაზრდა მოვა. იმიტომ რომ მე მიყვარს ახალგაზრდები. კი. და ახალგაზრდებშიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. ციხეში მამაკაცებიც კი